საინფორმაციო პროგრამა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. რა დაავადებაა ტუბერკულოზი, არის თუ არა იგი განკურნებადი და რა მდგომარეობაა საქართველოში დღესდღეობით ტუბერკულოზის გავრცელებასთან დაკავშირებით. გადაცემის სტუმარია ექიმი, ფთიზიატრი და პულმონოლოგი, ასევე ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი თამარ ჯანელიძე. საბავშვდობის ქალბატონო თამარ, ძალიან დიდი მადლობა რომ მოძებნეთ დრო და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. 24 მარტს მსოფლიო აღნიშნავს ტუბერკულოზის დღეს და ამ დღის აღნიშვნა ითვალისწინებს იმას, რომ გაიზარდოს ცნობადობა და ყველა ადამიანმა იცოდეს რა დაავადებაა ტუბერკულოზი, არის თუ არა იგი განკურნებადი და ჩვენც დავიწყოთ მოდით ამ შეკითხვით, რა დაავადებაა ტუბერკულოზი. უბრალოდ ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს. ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე არის საერთაშორისო დღე. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა და მას იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერია, რომელიც გენიალურმა მეცნიერმა რობერტ კოხმა აღმოაჩინა და ის დღე, როცა ამის შესახებ რობერტ კოხმა გააკეთა განცხადება მეცნიერების წინაშე და მსოფლიოს ამცნო ეს ამბავი, ის დღე ზუსტად 24 მარტი იყო და ეს დღე აქედან გამომდინარე სიმბოლურად დაამთხვიეს ამ დღეს და აღინიშნება 1982 წლიდან ეს საერთაშორისო დღე ტუბერკულოზთან. როგორ ვლინდება ტუბერკულოზი, რა სიმპტომები ახლავს ტუბერკულოზს, რა შეიძლება ადამიანმა მიიღოს, ასე ვთქვათ, საგანგაშო სიგნალად და მივიდეს ექიმთან? ტუბერკულოზი ძალიან ვერაგი დაავადებაა, რომელსაც თავდაპირველად შეიძლება ვერც იგრძნოს ადამიანმა, მაგრამ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის გახანგრძლივებული ხველა, თუ კი საქმე ეხება ფილტვის ტუბერკულოზს, მაგრამ ისე ცნობისათვის უნდა იცოდეთ, რომ ყველა ორგანოს ტუბერკულოზი არსებობს. რაც კი ორგანოა ადამიანს, აბსოლუტურად ყველა. ძვალსახსართა ვიცოდით. ძვალსახსარიც არსებობს. ლიმფური სისტემის ტუბერკულოზი, უროგენიტალური, ანუ შარდსასქესო ტუბერკულოზი, რბილი ქსოვილების ტუბერკულოზი, უბრალოდ რბილი ქსოვილის, აი კუნთის შეიძლება იყოს ესეთიც. და მოკლედ, ესე იგი, გახშირებული ხველა. ჩვენ ძირითადად საუბრობთ ფილტვის ტუბერკულოზზე, იმიტომ რომ საერთო შემთხვევები ტუბერკულოზის 97% არის ფილტვის ტუბერკულოზი. იშვიათი არის, შედარებით იშვიათი არის სხვა ორგანოების ტუბერკულოზი. ამიტომ, როცა ტუბერკულოზზე ვლაპარაკობთ, ხედველობაში გვაქვს ფილტვის ტუბერკულოზი, იმიტომ რომ ეპიდემიოლოგიურადაც ფილტვის ტუბერკულოზი, ფილტვის და ხორხის ტუბერკულოზი არის საყურადღებო და ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი. ანუ გადამდები ეპიდემიოლოგიურს გულისხმობთ, როცა გადამდებ დაავადებას ეხება საუბარი, რაც შეეხება სხვა ორგანოების ტუბერკულოზს. გადამდები არ არის არც ერთი. მხოლოდ ფილტვის და ხორხის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანს შეუძლია გაავრცელოს ეს დაავადება. დაავადება ვრცელდება ჰაერის მეშვეობით, სიცილის, ხველების, ცემინების, სიმღერის და ასე შემდეგ დროს ადამიანი ჰაერში გამოყოფს უწვრილეს ნაწილაკებს, რომელიც თვალით უხილავია და ეს ჰაერი შემდეგ შეიძლება ჩაისუნთქოს სხვა ადამიანმა და თუ კი ალვეოლებამდე ჩააღწევს ფილტვის ალვეოლებამდე ეს გამომწვევი მოხდება ინფიცირება, ადამიანის ინფიცირება, მაგრამ ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას. ინფიცირებული შეიძლება იყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე ადამიანი და 100 წელი იცოცხლოს, მაგრამ მისი იმუნური სისტემა იყოს ისეთ დონეზე, რომ ის ტუბერკულოზით ავად არ გახდეს. ანუ ყოველი 10 ინფიცირებული ადამიანიდან ავად შეიძლება გახდეს 5 ან 3 ადამიანი. არის თუ არა განკურნებადი ქალბატონო თამარ ტუბერკულოზი ikურნება, კი, ტუბერკულოზი ikურნება, არის ახლა ჩვენს მკურნალობის არსენალში ისეთი მედიკამენტები, რომლებიც აბსოლუტურად
მღნავს ტუბერკულოზს. განმეორებით თუ შეიძლება ადამიანს რა თქმა უნდა, ტუბერკულოზი არ ტოვებს მყარ იმუნიტეტს განსხვავებით ზოგიერთი ინფექციური დაავადებისგან, მაგალითად წითელა თუ გადაიტანე ერთხელ, ის ისეთი იმუნიტეტი რჩება, რომ მეორე წითელა არავითარ შემთხვევაში არ დაგემართებათ. ასეთი ტუბერკულოზი არ არის. ტუბერკულოზი შეიძლება მეორეთაც დაგემართოს და მესამეთაც დაგემართოს. როგორ ხდება ტუბერკულოზისგან განკურნება? აი მაგალითად ადრე ხო ხსმენია, რომ თქვათ წინა საუკუნეებში იღუპებოდნენ ადამიანები ამ დაავადებისგან. რა ხდება მე-20 და 21 საუკუნეში? წინა საუკუნეებშიც იღუპებოდნენ და მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდეც იღუპებოდნენ 1953 წელს პენიცილინის შექმნამ გახადა ტუბერკულოზი განკურნება. ხო, იკურნება, მაშინ 3 გრამი სტრეპტომიცინით იკურნებოდა ტუბერკულოზი, მაგრამ აქაც თავისი სივერაგე გამოავლინა მალე ტუბერკულოზმა და მას აღმოაჩნდა ისეთი უნარი, როგორიც არის რეზისტენტობის, ანუ გამძლეობის გამომუშავება მედიკამენტის მიმართ. და მე უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის და ჯერჯერობით კიდე 21 საუკუნის დასაწყისისთვის გამოწვევა არის რეზისტენტული ტუბერკულოზი, ეგრეთ წოდებული რეზისტენტული ტუბერკულოზი, რომელიც გულისხმობს ორი ძირითადი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტის, როგორიც არის იზონიაზიდი და რიფამპიცინი, ამ ორ უძლიერეს მედიკამენტზე გამძლეობის, ანუ რეზისტენტობის ანუ როგორც ხალხში იტყვიან ხოლმე, ეჩვევა ადამიანის ორგანიზმი ამ ორგანიზმი კი არ ეჩვევა ის მიკობაქტერია, მაგრამ როგორ ეჩვევა, იცით, ისტორიულ რომანებში ალბათ წაკითხული გექნებათ ესეთი რაღაცა, აი სამეფო კარზე განსაკუთრებით, აი მცირე დოზებით შხამს რო იღებდნენ. ხო, აი აჩვევდნენ, აი ესე არის როცა არასწორი დოზირებით ან არასწორი ხანგრძლივობით იღებს ადამიანი მედიკამენტს, აი იმ შემთხვევაში ეჩვევა მიკობაქტერია, აი ის ხო იმისთვის შხამი ავადმყოფისთვის არის წამალი, თორე იმ მიკობაქტერიისთვის ის შხამია. იმ შხამს ეჩვევა ნელ-ნელა და ასე იმუშავებს გამძლეობას, ანუ რეზისტენტობას. და ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ შეიქმნა ახალი მედიკამენტები, რომელმაც აი მოკლედ რო იტყვიან ამოგვასუნთქვა და შეცვალა ყველაფერი. აი არ იყო ჩვენს ხელთ არაფერი, იღუპებოდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩემ მოღვაწეობის პერიოდშიც, აი მე 42 წელია. ამ დარგში ვმუშაობ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ აი რეზისტენტული ტუბერკულოზი ქონდა და არ იყო მისი სამკურნალო საშუალებები არ ქონდა ჩვენ და მხოლოდ 2008 წლიდან დავიწყეთ მოგვაწოდა როგორც აი 2008 წლიდან უკვე შემოვიდა ჩვენთან ეს მედიკამენტები რეზისტენტული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, მაგრამ 95 წლიდან დაიწყო ჩვენს ქვეყანაში ამისთვის მზადება, რომ ჩვენი სისტემა ტუბსაწინააღმდეგო ქსელი ემუშავა ისე გამართულად და ისეთი სისტემით, რომელიც უკვე მისაღები იქნებოდა, ეგრეთ წოდებული მწვანე შუქის კომიტეტი არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, ისინი აკვირდებოდნენ ჩვენ მუშაობას, მანამდე როგორ მუშაობდით, ჩვეულებრივი სენსიტიური ტუბერკულოზის წინააღმდეგ, როგორ ვაწარმოებდით მუშაობას და მხოლოდ აი ამდენი ხნიანი დაკვირვების შემდეგ, თითქმის 12-13 წელი გვაკვირდებოდნენ და შემდეგ ჩაგვთვალეს, რომ ვიყავით მზად, რომ დაგვეწყო რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა და ის მედიკამენტები, რომელიც ამისთვის იყო საჭირო, მოეწოდებიათ ჩვენი ქვეყნისთვის, ასე ვთქვათ, უფასოდ. ესე იგი არ მახსოვს ვისი ნათქვამია, მაგრამ მახსოვს ტუბერკულოზთან დაკავშირებით, რომ არსებობს გამოთქმა ესეთი, რომ სრულად ტუბერკულოზი არ აღმოიფხვრება, თუ კი ის არ აღმოიფხვრა ციხეებშიო და სასჯელ ახსულების დაწესებულებებში თუ გააქვთ ინფორმაცია, როგორ არის მდგომარეობა? როგორ არა, ჩვენ აი ეროვნული პროგრამის კოორდინატორები
ვიკრიბებით კვარტალში ერთხელ და იქ ყველა კოორდინატორი თავისი რეგიონის მონაცემებს მოახსენებს ხოლმე ამ შეკრებაზე და მათ შორის არის პენიტენციური სისტემის კოორდინატორიც, რომელიც სისტემატურად გვაწვდის ამ ინფორმაციას და რა თქმა უნდა ვართ საქმის კურსში. ციხეში თითქმის აღმოფხრილია ტუბერკულოზი, არის ერთეული შემთხვევები მხოლოდ და მათი მართვა ხდება ისევე აბსოლუტურად იგივე მედიკამენტებით, იგივე გაიდლაინით, რაც ჩვეულებრივად ციხის გარეთ და პენიტენციური სისტემის გარეთ. სტატისტიკური მონაცემები როგორია? თუ არ ვცდები 1000 ადამიანიდან 130 ადამიანს აქვს ეს დაავადება. სტატისტიკური არა, ესეთი არ არის. 100,000 ითვლება 100,000 ადამიანზე და 100,000 ადამიანზე 2008 წლისთვის, როცა ჩვენ ეს დავიწყეთ ეს რეზისტენტული ტუბერკულოზის აქედანვე არსებობს ერთიანი ბაზა ტუბერკულოზის. შემცირდა თუ მოიმატა? შემცირდა, რა თქმა უნდა, 2008 წლის შემდეგ შემცირდა ძალიან და გეტყვით, აი შეხედეთ 2008 წელს ამოვიღე 1-2 მონაცემი. 5836 შემთხვევა. ეს არის აბსოლუტურ რიცხვებში. დაფიქსირდა საქართველოში და 2024 წელს 1327. ძალიან თვალშისაცემი შემცირებდა. თუ 100,000-ზე მოსახლეზე გაანგარიშებით, ვიტყვით 133 იყო 2008 წელს და 36 არის 2024 წელს. ძალიან კარგი. კიდევ ერთ შეკითხვა თუ არ შეგაწუხეთ ამდენი შეკითხვებით, რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობა? ფინანსდება თუ არა იგი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით, თუ თანაგადახდა უწევთ პაციენტებს თუ როგორ არის? დიახ, ტუბერკულოზის პროგრამა არის აბსოლუტურად უფასო პაციენტებისათვის, ფინანსდება ის მთლიანად. მედიკამენტები, აუცილებელი კვლევები, რაც მკურნალობის პროცესში არის სავალდებულო, თუ საჭირო არის სტაციონარული მკურნალობა, არის პაციენტისთვის აბსოლუტურად უფასო. გარდა ამისა, ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტები, თუ კი დამყოლობა კარგი არის და რეჟიმს აბსოლუტურად იცავენ და არ არის ჩავარდნები მედიკამენტის მიღებაში, იღებენ რაღაც მიზერულს, მაგრამ მაინც წამახალისებელ ფულად დახმარებას. ძალიან. თუ აღინიშნა გუშინდელი დღე ქუთაისში? არა. აღინიშნა. თუ არ ვცდები, თქვენ კიდევ ხა წინ ერთად დავამარცხოთ ტუბერკულოზი, ხო? დიახ. და ეს რა ეს გუშინ ვიყავი მიწვეული თბილისში დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. შეგავაჩვენოთ მაყურებლებს. დიახ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოაწყვა ამ დღის აღსანიშნავი კონფერენცია და აი იქიდან არის ეს შარფი. ერთად დავამარცხოთ ტუბერკულოზი. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. ქალბატონ თარმიკოს უღმესი მადლობა, რომ მობრძანდა და იყო ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი. თქვენი პაციენტები გამოჯანმრთელებული იყვნენ, რაც შეიძლება შემცირებული იყოს ეს დაავადება მთლიანად მსოფლიოში.